მე ვარ მანანა ახვლედიანი, კომპანია Madam Wine-ის დამფუძნებელი. კომპანია დავაფუძნე 2010 წელს, ხოლო საკუთარი ღვინოების ჩამოსხმა დავიწყე 2015 წლიდან და პირველი რაც შემიძლია ვთქვა 2016 წლის უკვე იანვარში პროდუქცია გავაგზავნე ევროპაში, კერძოდ ესტონეთში და ფინეთში. მე ვამზადებ ღვინოებს ქალბატონებისთვის. აქ არის ღვინო, 5 სახეობის ღვინო, რომელიც განეკუთვნება 5 სხვადასხვა ხასიათისა და სხვადასხვა სოციალური მდგომარეობის ქალბატონებისთვის. დავამზადე 2 მშრალი ღვინო, 1 ნახევრად მშრალი, წითელი, ნახევრად ტკბილი და 1 როზე, ასე ვთქვათ, გავითვალისწინე თინეიჯერების გემოვნებაც და ჩამოვასხდი მათთვისაც. როდესაც ამას ვიწყებდი, მე თვითონ გამოცდილება მქონდა მეღვინეობაში მუშაობის, თითქმის 14 წლიანი გამოცდილება და ამიტომ ვიფიქრე, რომ მე შევძლებდი ამის გაკეთებას, თუმცა ეს არ არის მარტივი და საკმაოდ რთული იყო. ღვინის წარმოება ეს ხომ ითვლებოდა ყოველთვის, რომ ეს იყო მამაკაცების, ძირითადად მამაკაცების ბიზნესი, მაგრამ დღესდღეობით გვიჩვენა ცხოვრებამ, რომ ჩვენ შეგვიძლია რაღაც გავაკეთოთ, ჩვენ შეგვიძლია თუნდაც ის ქართული ღვინო, რომელიც არის ჩვენი სიამაყე, ჩვენი ისტორია, ჩვენი მომავალი, წარუდგინოთ სოფლიოს სრულიად სხვა კუთხით, ქალვის თვალით დანახული კუთხით, ქალური გემოვნებით, უფრო დელიკატურად. როდესაც მე ამ პროექტს, ასე ვთქვათ, ჩემს პროექტს ვიწყებდი, ყველანი მეუბნებოდნენ, რომ ძალიან რთულია და ძალიან ბევრი წინააღმდეგობა შემხდებოდა. მე ეს ვიცოდი, მე ამისთვის მზად ვიყავი და რა თქმა უნდა, უამრავ წინააღმდეგობებს გადავაწყდი. როდესაც რაღაც წინააღმდეგობა ხდება, მე უფრო ძლიერდები და უფრო მეტის საკუთარ თავს მინდა ვაჩვენო, რომ მე შემიძლია, მე ჯერ კიდევ შემიძლია, მაგრამ არის ისეთი პრობლემები, რომლის გადაჭრაც სამწუხაროდ, რომელსაც სახელმწიფოებრივი მხარდაჭერა ჭირდება. ევროპულ ბაზარზე ჩემი პროდუქცია უკვე მოხვდა და კიდე უფრო იზრდება. ძალიან მნიშვნელოვანია ქართველებისთვის, ჩვენთვის განსაკუთრებით ევროპული ბაზარი, იმიტომ რომ ეს არის საკმაოდ დიდი ბაზარია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ძალიან სტაბილური ბაზარია, რაც მეწარმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა ევროპულ ბაზარზე მოხვედრა არც თუ ისე მარტივია, იმიტომ რომ მათ აქვთ თავიანთი რეგულაციები, თავიანთი მოთხოვნები და მაქსიმალური ხარისხი, რაზეც მე შემიძლია ვთქვა, რომ ეს არ გვაშინებს. წარმატებული ქალის წარმატების ფორმულა ალბათ პირველ რიგში უნდა იყოს თვითონ ის ქალბატონი და მისი შინაგანი ხასიათი, მისი განწყობა. როდესაც მე დავიწყე ჩემი ბიზნესი, მე მჯეროდა და ვიცოდი, რას ვაკეთებდი, ვიცოდი, წინასწარ მქონდა გათვლილი რისკები, ვიცოდი, რისკენ მივდიოდი და არ უნდა შეგვეშინდეს წინააღმდეგობის, რადგან მჯერა ჩემი თავის, რადგან მჯერა ის, რომ შევძლებ გავაკეთო ის, რაც ძალიან მიყვარს. ჩვენ ვიმყოფებით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ გილეს საწარმოში, სადაც ვაწარმოებთ ხილის შრობას სეზონის მიხედვით. ამ ეტაპზე ხდება ხურმის შრობა, მიმდინარეობს მისი დამუშავება და შემდგომში მოთავსება საშრობებში, სადაც დაახლოებით 18-20 საათის განმავლობაში ხდება ხილის შრობა. ჩვენი კოოპერატივი ასევე აწარმოებს კენკრას, ეს არის ჟოლო, მაყვალი, მარწყვი. თითქოს განსხვავებულია, მე ამას ხურმის ჩიფსებს ვეძახი. შემდგომში ალბათ ჩვენ დაგვჭირდება უფრო მეტი გაერთიანება, რომ პროდუქცია სრულყოფილად, დროულად, გეგმიურად მივაწოდოთ ევროპის ბაზარს. მე ვარ ლალი სუხიტაშვილი, მეფუტკრე სოფელი კისისხევიდან. რამოდენიმე წლის წინ ჩემმა დედამთილმა საჩუქრად გადმომცა 5 ოჯახი ფუტკარი, იმისათვის რომ ოჯახში ქონოდა ყოველწლიურად ნატურალური თაფლი. ფუტკართან მუშაობამ მომცა საშუალება იმისა, რომ გამეცნო მისი ბიოლოგია, შემესწავლა მისი თვისებები, დაფლოვანი მცენარეები და ასე შემდეგ, რის შემდეგაც მივხვდი იმდენად ძვირფასია ეს თვით კურთხეული ფუტკარი, რომ მე მის გარეშე ცხოვრება არ შემეძლო. შესაბამისად, ინფორმაციას ვიძიებდი როგორც ინტერნეტით, შევიძინე წიგნები, გავეცანი სხვადასხვა მეფუტკრეების ნაშრომებს და მივედი იმ დასკვნამდე, რომ უფუტკროდ ცხოვრება უკვე აღარ შემეძლო. მე ვცხოვრობდი ფუტკრის წესებით,
რამაც გადამაწყვეტინა, რომ ეს უნდა ყოფილიყო ჩემი ბიზნესის ერთ-ერთი სახეობა. მე პროფესიით მათემატიკოსი ვარ და წლების განმავლობაში მიწევს ბავშვებთან მუშაობა. ჩემი პროფესია ძალიან მიყვარს, მაგრამ თითქმის გაუტოლდა მეფუტკრეობა იმ ჩემი მათემატიკის პროფესიას. ფუტკრის ფიჭის გადამუშავების შედეგად მიიღება ცვილი. მე სანთელი დავამუშავე. როდესაც გვიკრძალავდნენ ეკლესიაში სიაროს და სანთლის დანთებას, სწორედ მაშინ ჩვენ ოჯახში ვაკეთებდით ხოლმე ამ სანთელს და მეც დედამ შემასწავლა ეს ტექნიკა, რომელიც მე უკვე დიდობაში გამოვიყენე, როდესაც საკუთარი საფუტკრე მქონდა და იქ მოპოვებული სანთლით ვამზადებ ამ დეკორატიულ სანთელთან ერთად საეკლესიო დედამთლთან ერთად. ასე რომ თან ის ხარვეზი იმალება და თან ესე ფოთოლა მე იმას ფოთლის იმას დეჭხილით. და შევქმენი დეკორატიული სანთლები, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოყვა პირველივე გამოფენაზე და დღეს უკვე ჩემი პროდუქცია კარგად იყიდება როგორც თბილისის, ასევე ბათუმის მაღაზიებში. მე ვარ ნინო ანდრეაძე, ჭკვიანი თბილისის დამფუძნებელი. მქონდა რაღაც იდეები, რაც პირველ რიგში იყო ჩემი გატაცებებით, რაც არის თქვა კულინარია და ვარ საკმაოდ გურმანი, ამით გამოწვეული და თან მეორე მხრივ იმ დაკვირვებით და აღმოჩენით თუ რა იყო ტრენდული, როგორ შეიცვალა ზოგადად მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც თუ როგორ აღვიქვათ ჩვენ ჯანსაღ-კვებას. მთელ მსოფლიოში გახდა ტრენდული ესეთი პროდუქტები, როგორც არის სხვადასხვა თხილის პასტები. მიწის თხილის პასტა ყოველთვის არსებობდა, საუკუნეზე მეტია, მაგრამ გაჩნდა ახალი პასტები, თქვათ მუშის, მაკადამიას, გოგრის, თესლის და ასე შემდეგ. რადგან საქართველოში მოდის მუშიც, მიწის თხილიც და თხილიც, გადავწყვიტე, რომ მე სარგებლო ამ ტრენდით, რაც საქართველოშიც შეიმჩნევა. ეს პროდუქტი არის იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს ჯანსაღად ცხოვრება, ეს არ არის განსაკუთრებულად ბავშვებისთვის შექმნილი, თუმცა ბავშვებსაც ძალიან მოწონთ. ეს არის ჭკვიანი, მოხერხებული და ყოჩაღი ადამიანებისთვის, ვისაც სურს დაიჯილდოვოს თავი ამ ნუგბარით, რომელიც არის ჯანსაღი, არ შეიცავს კონცენტრატებს, არც შაქარს, არის ძალიან ოდნავ დამდგარი თაფლით, თუმცა მათთვის, ვისაც დიაბეტი აწუხებს, ვაკეთებთ უთაფლო ვერსიებსაც და რადგან მინდოდა რომ ეს ყოფილიყო არასტანდარტული, არამედ უფრო გურმანული ვერსია, დავამატე ნატურალური მადაგასკარის ვანილი და შეიქმნა რაღაც ესეთი ძალიან სასიამოვნო გემო, რომელიც გამოდგება როგორც საუზმეთ, ხემსად და დესერტებშიც ძალიან ხალხად გამოიყენება და დიდი პოპულარობით სარგებლობს. ბრენდის ადაპტაციაც მოვახდინეთ ინგლისურად და მოკლედ ძალიან წარმატებით გაიარა ამ ტესტირება.